განათლების ახალი რეფორმა რა შეიცვლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას წარუდგინა განათლების სისტემის განახლების კონცეფცია, რომელიც მოიცავს სწავლების ხანგრძლივობის, ინფრასტრუქტურისა და შრომის ბაზართან კავშირის რეფორმას, რაც ნიშნავს 3+1 სისტემა და 11 წლიანი სკოლა. უფრო ვრცლად ამ თემაზე ჩვენ სტუმართან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან ერთად ვისაუბროთ, რომელიც უკვე შემოგვერთა სტუდიაში დილა მშვიდობისა. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ შემოგვერთდით, იმიტომ რომ როგორც კი პრემიერმა განცხადება გააკეთა, აჭრელდა სოციალური ქსელები, ბუნებრივია. ნებათაღელვა გამოიწვია საოცრად. ყველა ბევრია ალბათ დეტალი, ბევრია შეკითხვა, ახლა ყველაფერს ვერ უპასუხებთ, მაგრამ ძირითად და ფუნდამენტურს უპასუხოთ. თუმცა სანამ კონკრეტულ დეტალზე გადავალთ, პრემიერმა ისაუბრა 7 ძირითად პრობლემაზე, რომელიც განათლების სისტემაში იყო. რა არის ეს 7 ძირითადი პრობლემა? მოგესალმებით. გამშვიდობთ. ბუნებრივია, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ნებათაღელვაც იყო და სიხარულიც იყო. ანუ, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ კონკრეტული მიმართულებებზე პირველ რიგში დააფიქსირა აზრი, რომ პირველად ხდება, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში, როგორც უმაღლესი განათლების რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი, გამოდის, მე არ მახსენდება სხვა შემთხვევა, ვერც თქვენ ვერ გაიხსენებთ და საუბრობს ასე გახსნილად იმ პრობლემებზე, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემაში ჩვენ გვაქვს და მთავარი მიზანი ამ პრობლემებზე საუბრის დროს ამოცანების იდენტიფიცირებასთან ერთად იდენტიფიცირებული პრობლემები და გადაჭრის გზები ერთად იყო ხედვაში წარმოდგენილი და მიზანი საერთოდ ამ კომისიის შექმნის არის ერთადერთი და მას სახელად ქვია, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი იყოს ისე უზრუნველყოფილი და იმგვარად, იმ უმაღლესი სტანდარტებისა იყოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ შვილებს პირველ რიგში ჰქონდეთ ნდობა ჩვენი უმაღლესი განათლების ხარისხისადმი და ჰქონდეთ ისეთი ნდობა, რომ მათ ჰქონდეთ სურვილი ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელონ სწავლა და შესაბამისად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ჩვენ რომ ეს მიზანი გვაქვს, ეს სურვილი გვაქვს, ეს ამბიცია გვაქვს, აქ კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, არ უნდა დაისვას. ამიტომ მართლა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თვალს ვუსწორებთ ჩვენ ესეთ მასშტაბურ საკითხებს და ვამბობთ, რომ ფუნდამენტური რეფორმის დროა. უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრის დროს იქვე რასაკვირველია, ძალიან მცირედ, მაგრამ მაინც აღინიშნა და ხაზი გაესვა სკოლას, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებას და რა თქმა უნდა პრემიერმა ზუსტად ერთი წინადადებით, რა თქმა უნდა სკოლის მიმართულებაც ახსენა, რადგანაც სკოლასთან დაკავშირებით და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, როგორ უნდა აყვეს ის, რომ პირველ რიგში სკოლა ამზადებს შესაბამის კადრებს, აქაც ხარისხის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანი და ხარისხიანი განათლების მიწოდება. და რა თქმა უნდა ძალიან მალე, შეიძლება რამოდენიმე დღეშიც ან რამოდენიმე კვირაში უკვე ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე წარმოადგენს დაწვრილებით ხედვას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებისა სკოლის მიმართულებით რა რეფორმები გვექნება გასაკეთებელი, რას ვაპირებთ, რამდენ წლიან პერიოდში და რა სეგმენტებში. კი ბატონო, ახლა გითხარით ეს 7 ძირითადი პრობლემა. დავიწყოთ და სათითაოდ მინდა რომ ჩავყვანი ამ თემას. პირველ რიგში ეს არის ჭარბი კონცენტრაცია და გეოგრაფიული დეკონცენტრირების აუცილებლობა. ეს უმაღლეს სასწავლებლებზე გადავედი, რასაკვირველია, პირველ რიგში ეს მინდა რომ ვთქვათ. დეკონცენტრაციის აუცილებლობა და აქ გაჟღერდა ფრაზა, რომელიც შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში ატრიალეს და მე ამასაც მინდა გამოვეხმაურო, ეს არის ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ნეტა რას ნიშნავს ესო, მარტივად რო ვთქვა და იქვე იყო რა თქმა უნდა დაკონკრეტებული, რომ როცა თბილისზე და ქუთაისზე ვსაუბრობთ, ყველა პროფესია, ყველა მიმართულება, რომელიც საჭირო იქნება, რასაკვირველია ამ ორ ქალაქში მოხდება ძირითადად კონცენტრირება და დანარჩენ ქალაქებში, სადაც ჩვენ გვაქვს ისედაც სახელმწიფო უნივერსიტეტები, აქვე ხაზი იყო გასმული რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის მიმართულებითაც, რომ იქაც შესაბამისი შესაძლებლობა გაჩნდეს, მაგრამ სადაც გვაქვს უნივერსიტეტები, მარტივად რო ვთქვათ, შესაბამისი
ნიშა უნდა იყოს მოძებნილი ამ უნივერსიტეტებისთვის. ეს თემა მოდით ეს ცოტა დავაკონკრეტოთ, რატომ იცით? ჩვენ უნივერსიტეტს როცა ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის გადანაწილებაზე საუბრობთ, ბათუმში არის დიდი უნივერსიტეტი, ხო? მშვეთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ახალი ქუთაისში არის წერეთლის უნივერსიტეტი, კი ბატონო. თბილისში კი ეს რატომ გაჩნდა თქვენ რაც ახსენეთ რომ ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი ეს რატომ გაჩნდა? ანუ ესეც ხო ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი რამ გამოიწვია? რესურსები, ეხლა აი ამ რეფორმას და რეალურად აი მამოცანებს და იმ პრობლემებს, რომელიც იყო დასახელებული, წინ უძღვის მეგობრებო ძალიან სერიოზული კვლევა. წინ უძღვის მრავალწლიანი გამოცდილება, თქვენ იცით რომ ჩვენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გვაქვს ქვეყანაში და როდესაც უნივერსიტეტები გადიან ავტორიზაცია, აკრედიტაციას, ყველა თემა, ვის რა გაჭირვება აქვს, სად რა პრობლემაა, სად რა გამოწვევა, რომელი პროგრამის მიმართულებით, სად რა ადამიანური რესურსის დეფიციტია, ინფრასტრუქტურის დეფიციტია თუ რა არის, ხელის გულზე გვიდევს და ჩანს. ამიტომ ეს ყველა დაიდენტიფიცირებული ამოცანა და შესაბამისად გამოწვევა აქედან მოდის. აი წარმოიდგინეთ კონკრეტული ფაკულტეტი კონკრეტულ ქალაქში. მას ჭირდება ძალიან სერიოზული ადამიანური რესურსი, რომ შესაბამისი დონის ხარისხიანი განათლება მიაწოდო. ადამიანური აი შემდეგი თემები, აი შვიდ ამოცანაზე რო საუბრობთ, ერთ-ერთი გამოწვევად არის სწორედ ადამიანური რესურსი და ირაციონალური გამოყენება ამ ადამიანური კვალიფიციური რესურსისა და მათი ხელშეწყობის დეფიციტი. დღეს რაც გვაქვს. შესაბამისად რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე ქალაქშია თუ არა მხოლოდ ერთი და იგივე ქალაქში, რესურსი ადამიანური არ არის. ხარისხს ეს რასაკვირველია ურტყამს. რაზე აქვს საუბარი, რომ მაქსიმალურად მოხდეს კონცენტრირება იურიდიული მიმართულების პროგრამაა თუ ეხლა აღმოსავლეთმცოდნეობაა თუ რაც არის მაქსიმალურად მოხდეს კადრების კონცენტრირება და იმ უნივერსიტეტში იყოს დაკავებული და არა მას ასე ვთქვათ 3-4 უნივერსიტეტში ეს დავაკონკრეტოთ. კი ბატონო, აი მოდი დავაკონკრეტოთ. მაგალითად ქუთაისში არის 2-3 უნივერსიტეტი. ავიღოთ 2 უნივერსიტეტი. მაგალითად მინდა წავიდე ჟურნალისტიკის მიმართულებით. ორივე უნივერსიტეტს აქვს ჟურნალისტიკის მიმართულება. ახლა მე აბიტურიენტი ვირჩევ რომელ უნივერსიტეტში წავიდე. ამ პროგრამის მიხედვით როგორ იქნება? ამ ხედვის მიხედვით ერთი ქალაქი და ერთი ფაკულტეტი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა იქნება, მაგრამ ორგან არა, იმიტომ რომ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის, შესაბამისი კადრების უზრუნველყოფა და კონცენტრირება ერთგან. რატო ამისი აუცილებლობა? მე დავიწყე საუბარი და ტყუილად არ მიხსენებია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაცია აკრედიტაციის ცენტრი. აკრედიტებული არის ყველა პროგრამა, დღეს ახლა მე თქვენ რომ მკითხოთ 1700-ზე მეტი პროგრამაა, რომელსაც ანახორციელებენ ჩვენი უნივერსიტეტები და რა თქმა უნდა ის არის აკრედიტებული. რასაკვირველია უნივერსიტეტები არიან ავტორიზებულები, მაგრამ როდესაც პროგრამაზე თანხმობას აძლევს ხარისხის ცენტრი, იქ არის სხვადასხვანაირი შეფასების მექანიზმი როგორია, ნახეთ, ან მიიღებ მონიტორინგით, ან პირობით აკრედიტაციას და მერე შენ გჭირდება კიდე რაღაცეების გამოსწორება. აი ამ ანალიზმაც ჩვენ გვაჩვენა რომელ უნივერსიტეტს, რომელი მიმართულებით აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები. როდესაც ჩვენ ერთ კადრს, ერთ აკადემიურ პერსონალს ანაწილებ 5-გან, პრობლემა გაქვს და მისახედია. გავიგე, მაგრამ მე თუ კერძო უნივერსიტეტის მფლობელი ვარ. ჩვენ საუბრობთ ახლა საჯარო უნივერსიტეტებზე. ხო, ჩვენ საუბრობთ სახელმწიფო. მოდით ესეც დავაგრძელოთ. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. უნივერსიტეტზე გესაუბრებით, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში შეთავაზებული იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვალდებული ვართ კერძო უნივერსიტეტს გადის ავტორიზაციაზე ხარისხიანი სწავლება და შესაბამის სტანდარტებს კერძო უნივერსიტეტს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ რადგან ჩვენ ახლა ამ რეფორმაზე ვსაუბრობთ, ამ დიდ ფუნდამენტურ რეფორმაზე, ხაზი მინდა გაუსვა ერთ გარემოებას. პირველი პური გამოაცხოს მეპურე მქვია ქართულად, მარტივად რო ვთქვათ ეს სიტუაცია. ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი სახელწოდებაც, მისი ტრადიცია, ჩვენ უკვე კარნახობს და გვეუბნება რა მიმართულებით უნდა იყოს ძლიერი და რაზე უნდა მოახდინოს მან კონცენტრირება. სამედიცინო უნივერსიტეტი გვეუბნება უკვე რომ რაზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება და რაში უნდა გავაძლიეროთ. არ შეიძლება გქონდეს ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტი ასეთი არაჩვეულებრივი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტი და დღემდე გქონდეს გამოწვევა მთელი რიგი მიმართულებით პროფესიებზე, ხო? აი ტექნოლოგიური მიმართულებით. გვაქვს ეს გამოწვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ
აქ საუბარია იმაზე, რომ რეალურად უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფისთვის და ეს 7-ვე ამოცანა ერთმანეთს ებიზა, მე მინდა შემდეგ თემებს აუცილებლად გადავიდე, მოხდეს არა ირაციონალური განაწილება კადრებისა და რესურსებისა, არამედ რაციონალური, კონცენტრირებული და რაც ყველაზე მთავარია შემდეგი ამოცანა იყო, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენ პროფესორ მასწავლებლებს, რომ მათ აღარ ქონდეთ ამისი აუცილებლობა, მარტივად გეტყვით, რომ იარონ სხვა, ასე ვთქვათ, კიდე დაკავდნენ სხვაგან, ხო? ანუ ხელი შეწყობა ეს ხელი შეწყობა, რა თქმა უნდა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ იქ იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი მოთხოვნებიც. ერთ-ერთი უსერიოზულესი გამოწვევა, მე როგორც ხარისხის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელიც, თავს უფლებას ვაძლევ, რომ აქედანაც ამოვიდე. აქ საუბარი რომ არის ერთ-ერთი სერიოზული ამოცანა გამოწვევაში, რომ ნაკლები მა ჩვენ სწავლების პროცესთან და ბაზრის მოთხოვნებთან, ნაკლები ბმა სწავლების პროცესთან და ანუ უფრო ასე ვთქვათ მკვეთრად არის ხო ეს წარმოსახული წარმოდგენილი, ნაკლები ბმა სწავლებასთან და კვლევასთან, ეს მე შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც ავტორიზაცია აკრედიტაციაზე შემოქონდათ პროგრამები უნივერსიტეტებს აქვს სწორედ კვლევის მიმართულებით. ძალიან სერიოზული დეფიციტი. რატომ? არა, ყავს ჩვენ განა ამ მიმართულებით საჭირო შესაბამისი კადრები ყავს, მაგრამ არა ასე გაფანტულად, მათ ჭირდებათ კონცენტრირება და გარდა ამისა, მათ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა ლექციის შემდეგ ლექციას რომ დაასრულებენ. შესაბამის სამეცნიერო სამუშაოს მიუძღვნან საკუთარი თავი. დაახარჯონ დრო. უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამისთვის და ერთ-ერთი მსხვილი თემა ესეც არის სწორედ წარმოდგენილი და უნდა ქონდეთ მათ მატერიალურად შესაძლებლობაც იმისა, რომ მობილიზდნენ ზუსტად ერთ უნივერსიტეტში. საბოლოო ჯამში და ასევე მინდა შრომის ბაზარსაც გაუსვა ხაზი. ერთ-ერთი სტანდარტი, რასაც ხარისხის უზრუნველყოფა ასევე ითხოვს, გახლავთ სწორედ ბმა შრომის ბაზართან. ყველაზე მეტად. კი ბატონო, ხო, რომელიც ძირითადად პრობლემა იყო, რა თქმა უნდა. მოდით ასეთ რაღაც გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, თქვენ სანამ პრემიერი საბოლოო დასკვნა სიტყვის და ეს კომისია სანამ თქვენ ბუნებრივია წარადგენ და ალბათ დიალოგიც იქნება, ხო, გარკვეულ წრეებთან, კი. უბრალოდ დროის სიმცირის გამო გვინდა რომ ბევრი რაღაც მოვასწროთ, ხო? კი. საერთო დრო 20 წუთი ძალიან დიდია ისედაც. მოდით როგორი რაღაც გავაკეთოთ. აი, ყველაზე სოციალურ ქსელში გუშინ რომელ თემებზეც უფრო მეტი შეკითხვა დასვა. ხო, პირდაპირ დავიწყოთ. რას ნიშნავს 3+1? დიახ. 3+1 და რატომ 3+1 იყო ესეთი შეკითხვები, ზოგმა შეგვახსენა, ვინც განათლების სფეროში ჩართულია, ბოლონიის პროცესიც და ასე ვთქვათ, ხალხსაც ინფორმაცია მისცა, რომ ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით რაც შეეძლო. კი ბატონო. ჩვენც ვიკითხავთ ბოლონიის. კი ბატონო, 3+1 მსოფლიოში აპრობირებული მოდელია, ეს არ გამოგვიგონია ჩვენ, ეს არ არის სიახლე, ნიშნავს 3 წელი ბაკალავრიატი და 1 წელი მაგისტრატურა და იქვე დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმაც. რა თქმა უნდა, არის ისეთი პროფესიები და ესეთი მიმართულებები, სადაც ეს მიმართულება 3+1 ვერ ამუშავდება, იქნება გამონაკლისებიც მარტივად. მაგალითად, ერთსაფეხურიანი მედიცინა, რეგულირებადი პროფესიაა და იქ თავისი დათქმებია და ბუნება. ისე რომ რატომ 3+1? ალბათ იკითხავს ის ადამიანი, ვინც განათლების სფეროში, ახლა ყველა ხო არა ვართ ესე ჩახედულები, მაგრამ აქვე საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ეს არ არის ჩვენი სიახლე, ჩვენი მოგონილი სიახლე, მათ შორის ბოლონიის წევრ ქვეყნებში 3+1 კონკრეტულად თქმა უნდა შესაბამის პროგრამებზე არის ესეთი მიდგომა, არის სწრაფად ცვალებად სამყაროში 4+2 იყო ბოლონიის პროცესის წევრმა ქვეყნებმაც არ აქვთ ეს 3+1. ამის თქმა მინდა. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვცილდებით ჩვენ ამ. რა იცვლებ, რა შეიცვალა რეალურად? მე შემეხო მაგალითად, ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, იყო შემოთავაზება, შეგიძლია დაახუროთ 3 წელში, შეგიძლია გააგრძელოთ მე-4 და ნუ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ რეალურად რა იცვლებ, რა შეიცვალა აქ? გეტყვით, საერთოდ 3+1-ზე რატო გადავიდა მაშინ მსოფლიოში კონკრეტული ქვეყნები და კონკრეტული პროგრამები, ეს არის ახლა კითხვა და არა ის საქართველოს რატო გადადის ამაზე, რომ ჩვენ არა ვართ ხო გამონაკლისები. სწრაფად ცვალებად სამყაროში. ის რომ შესაბამისი პროფესია შევიძინოს სწრაფად და სწრაფად გავიდეს შრომის ბაზარზე, ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური თვალსაზრისით, ის რომ შესაბამისი დოვლათი შექმნა
მიიღო შესაბამისი ცოდნა შემჭიდროებულ დროში, ოღონდ ისე რომ რა თქმა უნდა უმაღლესი განათლების მიზნებზე უნდა გადიოდეს ეს ყველაფერი და არ არის აქ საუბარი ისე დროზე რომ რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაცა დააკლდეს შესაბამის ხარისხს, შენ გადიხარ უმაღლესი განათლების მიზნებზე 3+1 პროგრამით, ანუ 3 წელიწადში ბაკალავრიატი ხარისხი შეგიძლია მიიღო და სწრაფად გახვიდე ბაზარზე. მით უმეტეს თუ განათლების საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ჩდება ეს, მაშინ ხო აქ პრეტენზია ნაკლებია. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ეს არ არის ჩვენი მოგონილი სიახლე ასეთი მსოფლიოს, მათ შორის ბოლონიაში მონაწილე და ბოლონიაში ჩართული პროცესში ჩართული ქვეყნებში 3+1 პროგრამები ასეთი დიპლომა ბაკალავრიას პლუს მაგისტრატურა არსებობს. და კიდევ ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეს არის 11 წლიან მოდელზე გადასვლა 12-ის ნაცვლად. 12-ის ნაცვლად და როდის შეიძლება რომ ეს ამოქმედდეს და რატო 11? ხო და რატო 11 და როგორ მოემზადება ამ ცვლილებისთვის მასწავლებლები და მე ვიდრე ამ თემაზე გადავალ პირდაპირ მის ეს უმაღლეს მე შესავალიც ასე გავაკეთე ერთი რამ მინდა გითხრათ მთავარი მიზანი აი ამ 7 მიმართულებისა არის ერთადერთი ნდობა კონდეს ჩვენს მოქალაქეს ჩვენს უმაღლესი განათლების ხარისხთან მას არ უნდოდეს უნდა დავასრულო ეს პროცესი მას არ უნდოდეს და ის რომ ეხა მე შეიძლება მინდოდეს ჩემი შვილი გაუშვა ევროპაში ან ამერიკაში და იქ გააგრძელოს სწავლა ეს მისი მშობლის არჩევანია და მშობლის გადაწყვეტილება ამას ბარიერს ჩვენ რა თქმა უნდა არ ვქნით მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა რომ ისეთი საგანმანათლებლო სივრცე შექმნათ სადაც კითხვის ნიშანი არ ექნება აქ მივიღებ თუ არა მე შესაბამის უმაღლეს განათლებას მოდი საკითხს ასე დავსვამ დღეს ბავშვი რო იბადება და იქიდან რო იწყებს მშობელი ფიქს და მთელი ოჯახი როგორ მოაგროოს ფული და გაუშვას ან ევროპაში ან ამერიკაში ეს პრობლემაა მეგობრებო პრობლემაა ცალსახად არის პრობლემა რეპეტიტორის პრობლემა ამას გაუსწორეთ ჩვენ თვალი და ამიტომ ვიწყებთ ესე ფუნდამენტურ რეფორმას იმიტომ რომ ყველას ხომ არ შეუძლია თავისუფლად გაუშვას ხო ის აგროვებს ფინანსებს რაღაცა შრომობს იმისაც რომ იმიტომ რომ იცის რომ ევროპაში ან ამერიკაში მიიღებს სხვა დონის განათლებას ეს არის ჩვენი გამოწვევა. ჩვენ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ, ბოლო-ბოლო ჩვენ ისეთი ხარისხს უზრუნველყოფის საბაზისო მონაცემები გვაქვს ისეთი, რომ კონდეს პრეტენზია ჩვენთან, ჩვენივე ქვეყანაში, ტვინების გადინებას კი არ შეუწყოთ ხელი ამით. ჩვენივე ქვეყანაში მოვამზადოთ შესაბამისი კადრები, რომელიც მოემსახურებიან ჩვენ ქვეყანას. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც გათვლა არ კონდეს თავის მოქალაქეზე და ელოდებოდეს სხვა როდის ააშენებს მის ქვეყანას. თქვენ ხო იმას პასუხობთ რა კითხვაც არის რომ სანამ 7 პრობლემა პრემიერმა რეალურად განათლების სისტემაში არსებობს და რომლის ასე ვთქვათ გამოჯანსაღებაზე ხდება ხო რეფორმა რეალურად ამის გამო იყო ეს პრობლემები რომ ვიღაცა სადღაც მიდიოდა ვიღაცა სადღაც წამსვლელი და მე თუ მინდა ევროპული განათლების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებ რა თქმა უნდა აქ არ უნდა იყოს ბარიერი ხო არჩევითო შეეხება აქვე მინდა ეს თქვა შეკითხვა ალბათ ასე უნდა დავსვათ პირველ რიგში 11 წელში არის თუ არა შესაძლებელი ზოგადი განათლების სრულყოფილად მიღება პასუხი არის დიახ 11 წელში ეს არის შესაძლებელი მაგრამ ის რომ ხომ არ შეგვიშლის ჩვენ ეს ხელს ევროპაში წასვლის ნაწილში აქ ცოტა სტატისტიკა უნდა მოვიშველიო პირველ რიგში მოდით ვნახოთ რა პროცენტზე ვსაუბრობთ ჩვენ ამას ხო მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი თუმცა ამ პროცენტსაც ჩვენ ვერ დავაიგნორებთ რა თქმა უნდა და გეტყვით გამოსავლებს პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ 37-დან 40000-მდე აბიტურიენტი აბარებს ყოველ წელს სადღაც აი წლებს რო გადავიდოთ ბოლო 3 წლის ბოლო 4 წლის უმაღლეს სასწავლებელში და გადის ეროვნულ გამოცდებზე ნახოთ რამდენი ამთავრებს ბოლო კურსდამთავრებული იმიტომ რომ ძირითადი პროცენტი სწორედ ეს არის ხოლმე ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადის ასევე მერყეობს 35-დან 37000-მდე ანუ ძირითადი რაოდენობა ჩვენი კურსდამთავრებულების აბარებენ ეროვნულ გამოცდას და მიდიან ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას კიდე ემატება ადრე ვისაც აქვს სკოლა დამთავრებული, მაგრამ ძალიან დაბალი პროცენტია. ძირითადად ეს არის. აი 35-37 ამთავრებს სკოლას და 37-40000-ია, ვინც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბარებს. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ. მაგრამ პრეტენზია და ამბიცია გვაქვს რომ ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოუნდეთ დარჩნენ და აქ ისწავლონ და შევთავაზოთ ხარისხიანი განათლება. მაგრამ თუ მაინც ვინმეს მოუნდება რომ ევროპაში ან ამერიკაში გააგრძელოს სწავლა და ეს 11 წელი ესეა ნამდვილად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსად არ წერია სხვა შორის ამაზე მოხდა სპეკულირება ამასაც მინდა ხაზი გაუსვა რომ 12 წელი ბოლონიის პროცესში ჩართული ქვეყნების ჩვენ ხო ბოლონიის პროცესში ჩართულები ვართ 2005 წლიდან
ვინც არის ჩართული, იქ სავალდებულოა 12 წლიანი განათლება. ასეთ ჩანაწერს ვერსად ვერ ნახავთ, მაგრამ თუ მკითხავთ ბოლონიის წევრ ქვეყნებს 12 წლიანი განათლება აქვთ თუ არა, გეტყვით რომ კი აქვთ, ძირითად შემთხვევაში 12, ესე 13 წლიანიც აქვს ვიღაცას და არის სადღაც 14 წლიანი. ეს იცით რას ნიშნავს, რომ დღესაც ჩვენი ატესტატით, რომელიც აღიარებულია ბოლონიის პროცესში ჩართულები ვარ და ასე შემდეგ, ზოგიერთ ქვეყანაში მაინც გეტყვია, რომ +1 წელი რაღაცა უნდა გაიაროთ, თუ გინდა ბაკალავრიატზე გადაყვეთ. რაც შეეხება შევქმნით თუ არა, ანუ აქ არის გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, ამბობს რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ქვეყანაში მე არ მინდა მარტივად რო ვთქვათ რა, მე არ მინდა ტვინების ამდაგვარი გადინება, ასეთი მიგრაცია, მინდა რომ ჩემს შვილებს, ჩემს მომავალ თაობას აქ მივცეს შესაბამისი ხარისხიანი განათლება და მოემსახურონ ჩემ ქვეყანას. ეს რეფორმები თავისთავად მოიტანს. ეს ხა სკოლაც, ნახეთ ძალიან ცოტა ხანში მინისტრი, განათლების მინისტრი გამოვიდა ძალიან დაწვრილებით დაინახავთ პრეზენტაციაში სკოლაში რას ვაპირებთ უმაღლესმა მერე ეს განახორციელოს. ეს ძალიან კარგია. ის თუცა გაიგრავა, იმიტომ რომ მაგრამ ხილი არსებობს ამაზე, ხო? და მაინც თუ მინდა მე ასე დავსვათ მაშინ ახლა აი მინდა 12 წელი ვისწავლო. ვისწავლო. თუ მინდა რომ 12 წელი ვისწავლო, იმიტომ რომ არა ამას მნიშვნელობა 12 წელი ვისწავლო ისე კი არა მოგვიჯიოთ. იმიტომ რომ ევროპაში ან ამერიკაში მინდა სწავლის გაგრძელება, ამ საკითხს მსჯელობა გრძელდება, რომ იმ კონტინგენტს მიუხედავად ასეთი რეფორმებისა, მიუხედავად ამ ხელა, ასე ვთქვათ, ჩადებული ინვესტიციებისა, სურვილისა, რომ ჩვენი შვილები ისეთი, ასე ვთქვათ, განათლებით აღჭურვოთ, ესეთ ხარისხიან განათლება მივცეთ, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში დარჩა, ჩვენ ქვეყანას გამოადგნენ, ეს არის მთავარი მიზანი და მათი ხელებით იყოს აშენებული ეს ქვეყანა და კონდეთ ამის ცოდნა და კომპეტენცია და თუ ვინმე ჩვენ ხო ბარიერების შესაქმნელად არ მოგვიგონია ეს. ჩვენი მიზანი ეს არის მეგობრებო. და მაინც თუ ბარიერად იდენტიფიცირდება ის თემა, რომ არა, მე მაინც მინდა, ესე შეიძლება ერთ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობ და ამერიკაში მინდოდეს სწავლის გაგრძელება, ხო? მაინც ეს თემა ისევ არის ჯერ ღია ეს თემა. ღია ეს თემა, ანუ თავარია რომ 11 წელზე რა თქმა უნდა გადავდივართ ეს ცალსახა არის, მაგრამ ის რომ ასეთ კონტინგენტთან რას იზავს მივცემ თუ არა ადგილზეც იმის შესაძლებლობას რომ ის პირველი 1 წელი რა თქმა უნდა შეუძლია წავიდეს უცხოეთში და თვითონ დაიმატოს ის 1 წელი თუ უნდა რომ უცხოეთში გააგრძელოს სწავლა. ეს რომელიც ფინანსებთან არის კავშირში, ბევრი დაიწერა ამაზე რომ კი ბატონო, ფინანსებთან ბაკალავრიატიც არის ესე კავშირში, როცა მიდის, მესმის იქ დაფინანსება შეიძლება იღებდეს, მაგრამ რა თქმა უნდა მშობელი ოჯახი ამისთვის ორგანიზდება და დამატებითი 1 წელი ფინანსებთან დაკავშირებული. ქვეყანაშივე იყოს თუ არა ამისი შესაძლებლობაც აი ამ სეგმენტისთვის, ვისაც მაინც მოუნდება რომ თქვა უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, ეს ღია არის ჯერ ეს თემა და მიდის ამაზე. ხო, მაგრამ მარტო მსჯელობა ხომ იმაზეც არ არის, რომ აი ევროპული განათლება იმიტომ მინდა რომ მაინც და მაინც ქართულს ჯობია. არა, ვიღაცას უნდა რომ მიიღოს ევროპული განათლების განათლება. ხო, ეს მარტო დღევანდელი ამბავი ხო არ არის. თუ არჩევითობის საშუალება მეტად ნეიტრალურია, ხო? ევროპული განათლების მიღება, აი ნახე გამოყვები რა გოდიცი მაგაში. ევროპული განათლება მე არ ვამბობ რომ ქართული განათლება არ არის ის, რატო ჩვენი საქართველოს განათლებაში უმაღლეს სასწავლებლები დამთავრებულები არაერთი არის, იგივე უცხოეთში და ძალიან ბევრი არის. კი, ნუ ისტორია კიდე სხვა რამეა, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა არა, ნაკლები ისტორია არც სხვა ქვეყნებში არ არის, მაგრამ მე რას ვამბობ, იცით, ბალანსის კუთხით, როდესაც მაყურებელი უყურებს თემა უნდა მივაწოდოთ, მე შემიძლია ამოვწუროთ ეს თემები, ხო? თუ უკვე გადაწყვეტილია რომ 11 წელი იყოს. რა ანუ არჩევანის საშუალება ექნება თუ არა მათ ვისაც აპრიორი უნდა რომ უცხოეთში მიიღოს განათლება, იმიტომ ხო. სწორედ ამაზე ეს გავაანალიზეთ ჩვენ სტატისტიკაც, იმიტომ მოვიხმე დაახლოებით რომ თქვენ წარმოდიოთ რა პროცენტზე იყო მეგობრებო საუბარი, ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო და კიდევ ერთხელ ამას მინდა ეხა ხაზი გაუსვა, რომ მიზანი ჩვენი არის ეს, რაც გითხარით და შესაბამისად ის რომ ბარიერი შევქმნათ, თუნდაც ეს მცირე კონტინგენტი იყოს, ან მაინც უნდა იყოს. ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უკვე გაჟღერდა, თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითონ შეუძლია ვთქვათ ის ბოლო კლასი ევროპაში გააგრძელებინოს და მერე ვთქვათ ბაკალავრიატის დონეზე, ეს ერთი, მაგრამ შევქმნათ თუ არა და ვიფიქროთ თუ რაკაც ხომ არ იყოს შესაძლებლობა ამისა, ამაზე თემა დახურული არ გვაქვს. და ერთი რაღაც უნდა ვიკითხო კიდევ. თვითონ ბოლონიის პროცესი და აი ეს შემადგენელი ქვეყნები, ხო მარტო ხო არ ვართ. ჩვენ გვაინტერესებს და ველოდებით თუ არა რაიმე პასუხს, რა სიტყვის თვითონ პროცესში შემადგენელი ქვეყნები. გავიმეორებ, გითხარით რომ ბოლონიის პროცესში არსად არ წერია
აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის არა, მიმღებლობას გულისხმობ, მე ჩემი დიპლომით მიმიღებენ თუ არა, მე აღიარებული იქნება თუ არა. ჩვენ ხო ამაზე ვისაუბრეთ ახლა, რომ ესე იგი 11 კლასიანი, ასე ვთქვათ, განათლების მიღების შემთხვევაში, რომელშიც სულად ეტევა, როგორც გითხარით, დაგიდასტურეთ. ის პროგრამა, ზოგადი განათლება, ბოლონიის პროცესის შესაბამისი ქვეყნები უყურებენ რა გაიარე შენ. ამას ძალიან დიდი პროგრამას და არა წერილს. 12 უყურებენ, თუმცა 12 კლასის ნაწილი, რომ ის ყველა ბოლონიის არის 12 კლასი, ამას უსვამ ზუსტად ხას, რომ ჩვენც ხომ არ შევქნათ ეს შესაძლებლობა, ამაზე ფიქრი გრძელდება, რომ არ შეიქმნას რამე ხელოვნური ბარიერები. თუმცა აქვე დავსწრეთ, არის ზოგიერთი მიმართულების უნივერსიტეტი, დღესაც რო წავიდეთ, ეხლა ჩვენი ატესტატებით შეიძლება კიდე დამატებით მოითხოვს, კი, დღესაც არის ეს გააჩნია, ყველა უნივერსიტეტს გააჩნია სადაბარე, აქვს თავისი დათქმები და ბოლოს მინდა ერთი რამე ვთქვა, მთელი პათოსი აი ამ ყველაფრის აი აქ 7 ძირითადი მიმართულების არის ერთადერთი რამ. ჩვენს ქვეყანაში მივაწოდოთ ხარისხიანი განათლება ჩვენ შვილებს. ჩვენმა ოჯახებმა ბავშვი რო დაიბადება, არ დაიწყონ იმაზე ფიქრი, როგორ შეაგროვონ ფული და წავიდნენ უცხოეთში. რატო აკეთებენ ამას თუ კარგად გავაანალიზებთ, ზოგ შეიძლება აპრიორი მაინც უნდოდეს, მაგრამ ძირითადი წელებზე ფეხს იდგამს იმისთვის, რომ უცხოეთში გააგრძელებინოთ ჩვენ გვინდა რომ მოვემსახუროთ ჩვენ შვილებს ისე, რომ დარჩნენ ჩვენ ქვეყანაში და გამოვარდნით ჩვენ ქვეყანას და ბოლოს ერთიანობას ვიტყვით. ისრაელის მაგალითი მინდა მოვიყვანო მეგობრებო. აი ეს თვითშეგნება ჩვენი საზოგადოებისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით წარმართოთ. როცა ისრაელში დიდი ალია იწყებოდა, დიდი ალია და ასვლა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა ადამიანებმა უკვე შემდგარებმა თავის პროფესიაში დატოვეს ყველაფერი და წავიდნენ თავისი ქვეყნის ასაშენებლად და ნოლიდან დაიწყეს იქ ყველაფრის კეთება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ გვინდა ჩვენი შვილები ძალიან დიდი მადლობა ეს მაგალითი მართლა დამბეჭდავი იყო ეს მაგალითი დიდი მადლობა. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი